მოგესალმებით, გრძელდება პოდკასტების სერია, რომელიც ეთმობა არბიტრაჟს და არბიტრაჟთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს და რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს არბიტრთა ასოციაცია. დღევანდელი ეპიზოდის მხარდამჭერია იურიდიული კომპანია BLC, რომელიც არის წამყვანი იურიდიული კომპანია საქართველოს ბაზარზე უკვე 25 წელია. დღევანდელი პოდკასტის თემა იქნება საარბიტრაჟო პროცესი. სად იწყება ის და სად მთავრდება? საარბიტრაჟო დათქმიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულებამდე ან გაუქმებამდე. ამ საკითხებზე ამომწურავად შეეცდება ოთო მიმოხილვას იმისა, თუ რას ნიშნავს საარბიტრაჟო პროცესი, სად იღებს ის სტარტს და სად მთავრდება. კი ბატონო, ქეთი დათო მოგესალმებით. მიხარია რომ ამ ფორმატში გვეძლევა შეხვედრის და არბიტრაჟზე საუბრის შესაძლებლობა. საკითხს რაც შეეხება, ხო ცოტა ისეთ შეფასების საკითხი სად იწყება და სად მთავრდება საარბიტრაჟო პროცესი. პირველ ეტაპზე ცხადია ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომელიც არის საფუძველი ზოგადად საარბიტრაჟო განხილვის და დავის წარმოშობის შემდგომ როგორც წესი ორი ალტერნატივა არსებობს, ხო, როდესაც მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულები, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში დავა გადასცენ არბიტრაჟის განსახილველად, ან მეორე შემთხვევა, როდესაც მხარეები არ არიან შეთანხმებულები, მაგრამ დავის წარმოშობის შემდგომ მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება სხვა პროცესი კონდეთ ინიცირებული, შემდგომ შეთანხმდნენ, რომ ეს კონკრეტული დავა გადასცენ საარბიტრაჟო ტრიბუნალს განსახილველად. შესაბამისად, პირველ ეტაპად, ასე ვთქვათ, შეიძლება დავაკვალიფიციროთ, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა, საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმება არის ის პროცედურა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სახეზე იმისთვის, რომ საარბიტრაჟო განხილვის ინიცირება მოხდეს. ამის შემდგომ ეტაპად შეგვიძლია ჩვენ მივიჩნიოთ უშუალოდ საარბიტრაჟო პროცესის ინიცირება და როგორც წესი ეს ხდება ეგრეთ წოდებული RFA-ის, ანუ არბიტრაჟის შესახებ მოთხოვნის წარდგენით და როგორც წესი ამის წარდგენა ხდება ინსტიტუციურ არბიტრაჟში თუ მხარეები ინსტიტუციურ არბიტრაჟზე არიან შეთანხმებულები და თუ არ არიან მეორე მხარესთან ამის წარდგენა, სადაც პირი უთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე დავა ექვემდებარება არბიტრაჟს, ამ ურთიერთობიდან წარმოიშვა სადაო საკითხი და შესაბამისად ის ითხოვს, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო განხილვა და როგორც წესი ამ დროსვე ხდება მოკლედ დავის მიმოხილვა, სავარაუდო მოთხოვნების განსაზღვრა, რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს მხარეს და ასევე მითითება იმაზე, თუ ვის ასახელებს ის პირი ტრიბუნალის წევრად, ანუ არბიტრად ვის ასახელებს და შესაბამისად ის წარედგინება ინსტიტუციურ არბიტრაჟს. აქვე პატარა განმარტებას გავაკეთებ, რომ არ არის აუცილებელი, არ არის რაღაც მოთხოვნილი ფორმალური, ესე ვთქვათ, დოკუმენტის შექმნა, ისე როგორც მაგალითად სასამართლოს შემთხვევაში, ხო, როდესაც იუსტიციის საბჭოს დამტკიცებული ფორმა უნდა შეავსო და ამ შემდეგ აქ უფრო მარტივად არის საქმე, მეტიც ანუ სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბების ნაწილშიც ბევრად უფრო თავისუფალი ხარ. სასამართლოსთან განსხვავებით, სადაც სასამართლომ შეიძლება გითხრას, რომ აი სასარჩელო მოთხოვნა ასე კი არ უნდა დაწერო, ისე უნდა დაწერო. ფაქტები ასე კი არ უნდა მიუთითო, ისე უნდა მიუთითო და ასე შემდეგ. შემოდის გარკვეულწილად სასამართლო და აქ არბიტრაჟის დაწყება ბევრად უფრო მარტივი პროცესი. ესეთი არანაკლებად ფორმალური პროცესი არის. ეს იმოქნილობას უსვამს ხაზს, რომელზეც წინა პოდკასტების განმავლობაში საუბრობდით და ამ სერიის ფარგლებში იქნება ალბათ ეპიზოდები, სადაც გამოჩნდება კონკრეტული ტერმინის ქვეშ რა პრაქტიკული გამოხატულება შეიძლება იყოს, ხო? კი, ნამდვილად და ასევე როგორც დათო მიუთითა, როგორც წესი, სავარაუდო მოთხოვნების მითითება ხდება, სავარაუდო მოცულობის მითითება ხდება და მხარეს არ მოეთხოვება, რომ ზუსტი, ასე რომ ვთქვათ, მოთხოვნა განსაზღვროს და მათ შორის ალტერნატიული მოთხოვნების დაყენებაც კი ხდება ხოლმე. განსხვავებით სასამართლოსგან, რაც ცხადია არბიტრაჟის მოქნილობას ამ ნაწილშიც უსვავს ხაზს. ამას როგორც წესი უკვე მოყვება მოწინააღმდეგე მხარესთან მხარის მიერ წარმოდგენა თავისი პოზიციის, რამდენად თუნდაც ეთანხმება საარბიტრაჟო
საარბიტრაჟო განხილვას მათ შორის და შეიძლება როგორც ეს ხშირად არის ხოლმე რომ ეგრეთ წოდებული ჩელენჯი ტრიბუნალის იურისდიქციასთან დაკავშირებით, ანუ შედავება, რომ ამ კონკრეტულმა ტრიბუნალმა არ უნდა განიხილოს ეს დავა და როგორც წესი ამას მოყვება ხოლმე და იწყება უკვე ტრიბუნალის ფორმირების პროცესი, იმიტომ რომ თუ ასე რომ ვთქვათ ინიციატორ მხარეს დასახელებული ყავს პირი, ასევე მოპასუხე მხარეც ასახელებს და გააჩნია შემდგომ უკვე წესს, როგორ არიან შეთანხმებულები, რომ მათ მიერ ნომინირებული არბიტრები ნიშნავენ თავმჯდომარეს, თუ მაგალითად ინსტიტუტი იღებს გადაწყვეტილებას თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. და შემდგომ ამ წესის დაცვით ხდება საბოლოო ჯამში ტრიბუნალის ფორმირება, თუ ცხადია საუბრობთ ამ შემთხვევაში სამ კაციან ტრიბუნალზე, სამი ადამიანისგან შემდგარ ტრიბუნალს. მე უფრო სამი ქალისგან შემდგარი ტრიბუნალების ამ შემთხვევაში სამ კაცში მე არა სქესისთვის არ გამისვავს ხაზი, არამედ პიროვნებას ასე რომ ვთქვათ. მოდი შეკა გაწყვეტინე. გააგრძელა ჩვენი მეგზურობა არბიტრაჟო პროცესში. კი ბატონო, თუ ერთ კაციანი ტრიბუნალი არის, იმაზეა დამოკიდებული ინიციატორი მხარის მიერ დასახელებულ კურსს მეორე მხარე რამდენად დაეთანხმება და თუ არ დაეთანხმება, შემდგომ უკვე როგორც წესი საარბიტრაჟო ინსტიტუტი იღებს უკვე გადაწყვეტილებას, ასე რომ ვთქვათ, იმ ერთკაციანი ტრიბუნალის, ერთადამიანიანი ტრიბუნალის ვინაობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ტრიბუნალი დაკომპლექტდება, უკვე შემდგომ ხდება პირველი პროცედურული კონფერენციის ორგანიზება. გადაწყვეტინე პატარა კომენტარით, როდესაც ტრიბუნალის დაკომპლექტების პროცესია, ტრიბუნალის პოტენციური წევრები ავსებენ შესაბამის ფორმებს, რითაც მხარეებს ატყობინებენ, აქვთ თუ არა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი, ან არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტის რისკი და ამ შემთხვევაში შეიძლება არბიტრმა ჩათვალოს, რომ მას აქვს გასამჟღავნებელი ინფორმაცია მხარეებისთვის, რათა მათ შემდგომში შეძლონ შეფასება, არბიტრი არის თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ამიტომ ფორმირების ნაწილის, ასე ვთქვათ, არბიტრის გადმოსახედიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკანონმდებლო დონეზე ორი ძირითადი დოკუმენტი მოითხოვება არბიტრის მხრიდან, ანუ ერთი თანხმობა, წერილობითი თანხმობა, რომ ის თანახმა ამ ადამიანის საქმეზე დაინიშნოს და მეორე ეგრეთ წოდებული დეკლარაცია, სადაც არბიტრი ეთიკის კოდექსიდან თუ საარბიტრაჟო წესებიდან თუ კანონიდან გამომდინარე ვალდებულია მიუთითოს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება ეჭვის აღძვრის საფუძველი არსებობდეს. და ეს დეკლარაცია არ არის ერთჯერადი, მთელი პროცესის განმავლობაში არბიტრი რეალურად ავსებს თავში ამ დეკლარაციას და თუ რაღაც ახალი გარემოება იქნა, რომელიც უნდა გამჟღავნდეს, ასევე ამჟღავნებს. ცხადია. ტრიბუნალის ფორმირების შემდგომ უკვე როგორც წესი ხდება პირველი პროცედურული კონფერენცია, ანუ პროცედურული შეხვედრა, ასე რომ ვთქვათ, სადაც დგება ეგრეთ წოდებული პირველი ასე რომ ვთქვათ კომუნიკაცია მხარეებთან, მხარეების მოსმენა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განხილვაც სურს და ასევე თუ მათ რაიმე შედავებები აქვთ, როგორც კომპეტენციასთან დაკავშირებით ტრიბუნალის ზოგადად, ასევე აცილებები ხომ არ არსებობს ტრიბუნალის და ამ შეხვედრის შესაბამისად, როგორც წესი, ამას შეხვედრას მოსდევს პირველი პროცედურული დადგენილება, სადაც როგორც წესი დეტალურად არის გაწედილი ბევრი პროცედურული საკითხი, რომელიც მისი დამტკიცების და მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდგომ ფაქტობრივად ხდება სავალდებულო დოკუმენტი საარბიტრაჟო პროცესის მართვის ხადია წესებთან და კანონთან ერთად. აქ განსაზღვრულია საარბიტროს შეთანხმება, ენა, მტკიცებულებების წარდგენის წესი, ვადა, დრო, ექსპერტებთან დაკავშირებით მათი დაკითხვა, მათი ექსპერტ რეპორტების წარდგენის წესი და ასე შემდგომ. ანუ ყველა ის პროცედურული საკითხი, რაც ტრიბუნალის თუ მხარეთა გადმოსახედიდან აუცილებელია აღნიშნული საარბიტრაჟო განხილვის ფარგლებში. თუ მათ შორის თუ შედავებები არის კომპეტენციასთან და აცილებასთან დაკავშირებით ტრიბუნალის, როგორც წესი, ამ პროცედურული დადგენილებით განისაზღვრება და როგორც წესი პროცედურული დადგენილებას ასევე თან ახლავს პროცედურული განრიგი, ანუ პროცედურული კალენდარი, სადაც მხარეები დეტალურად განსაზღვრავენ უკვე მათ შორის კონკრეტული უკვე საარბიტრაჟო სარჩელის შესაძლებლის მტკიცებულებების ექსპერტად დაკითხვის და ასე შემდგომ იმ კალენდარს, რომელზეც
დაცული უნდა იქნას როგორც ტრიბუნალის მხრიდან, ასევე მხარეების მხრიდან. ხო, აი ეგ ნაწილიც რომ შევადაროთ სასამართლოში მიმდინარე პროცედურას, იქ წინასწარ სამწუხაროდ მაგის ფუფუნება არ გაქვს, რომ წინასწარ განსაზღვრო როდის იქნება ეგ საკითხები, ან შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე მოსამზადებელი სტადიაზე წარმოგიდგინონ ახალი მტკიცებულება, რაზეც ჩვენ მერე საპასუხო მტკიცებულება გაქვს მოსაძიებელი და ასე შემდეგ და როცა ეს წინასწარ არის ეს დროები მათ შორის მხარეთა ურთიერთთანამშრომლობით და შეთანხმებით გაწერილი, რომ მოდი ამ და ამ დრომდე ჩვენ ეს მტკიცებულებები მოვაგროვოთ, ამ დროს მოწმეები დავკითხოთ, ამ დროს მერე დავიწყოთ განხილვები და ასე შემდეგ. ყველა პროცედურული საკითხი წინასწარვე პირველივე პროცედურულ კონფერენციაზე თანხდება, რაც არის ძალიან დიდი კომფორტი, იმიტომ რომ არ გვხდება სურპრიზები, ასე ვთქვათ, განსხვავებით ჩვეულებრივი სასამართლო წარმოებისგან. და აქვე დავამატებ დავით, რომ ეს მე საბედნიერო თქონია შესაძლებლობა, რომ ამ პროცესში როგორც წარმომადგენელს, ისე არბიტრის პერსპექტივიდან დამენახა ეს პროცესი და ორივე პერსპექტივიდან შემიძლია თქვა, რომ ძალიან დიდი კომფორტია, როცა შენ გაქვს განჭვრეტადობა პროცესის და ზუსტად იცი, როდის რა უნდა წარადგინო, როდის რა უნდა მიიღო და ამით ასე რომ თქვა გარკვეულწილად იკეტება პროცესი. ეს ცხადი არ ნიშნავს იმას, რომ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში აღარ გექნება წარდგენის შესაძლებლობა, მაგრამ იცი რომ ეს არის დედლაინები რა ვადაშიც შენ ამას არ ნიშნავს, მაგრამ თავის მხრივ არც იმას ნიშნავს, რომ პროცესზე არასწორი манипуляციის შესაძლებლობა გექნება, რაც აი სისწრაფეზე ვისაუბრეთ, მოქნილობაზე ვისაუბრეთ და სვენელსაც დავპირდით, რომ ყურადღებას გავამახვილებდით აი პრაქტიკაში როგორ არის ასახული ეს პრინციპები და სწორედ ამასაც გულისხმობთ ხოლმე. ამ როგორც წესი პროცედურული დადგენილებით განისაზღვრება ხოლმე, ანუ პირველი რაუნდი, ასე რომ ვთქვათ, არჩევის და შესაძლებლობის წარდგენის, რომელსაც მოყვება მეორე რაუნდი, სადაც ასე რომ ვთქვათ, მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა, რომ შესაძლებელში დაყენებულ საკითხებზე და მტკიცებულებებზე წარმოადგინოს თავისი პოზიცია და ასევე ცხადია მოპასუხეთ სარგებლობს ამ შესაძლებლობით. ამას გააჩნია ცხადია აქ შეიძლება ბევრი პროცედურული საკითხი შემოვიდეს მე უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ექსპერტების თუ მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი პროცედურული განრიგით არის გაწერილი, მათ შორის მოსმენებიც, ანუ რა თარიღებში როდის ხდება მოსმენა და ეს როდესაც მაგალითად საერთაშორისო კონტექსტებში საუბრობ და თითქმის ყველა არბიტრიან მხარე ყველა სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდის და ეს წინასწარ თანხდება, როგორც წესი მკაცრად არის ხოლმე დაცული, რომ ამას შემდგომ არ გამოიწვიოს ამ განხილვების გადადება და როგორც წესი მკაცრად კონტროლდება და მკაცრად ხდება ხოლმე დაცვა აქაც სასამართლოსგან განსხვავებით. და ცხადია ამ განხილვების შემდგომ ეს ცხადია ყოველი პროცესი ინდივიდუალურია და დაყოფილია სხვადასხვა ეტაპებად, სხვადასხვა სტადიებად. შეიძლება მტკიცებულებების გამოკვლევა ცალკე სხდომა დაეთმოს, ექსპერტების დაკითხვა ცალკე სხდომა დაეთმოს, მოწმეების დაკითხვა ცალკე სხდომა დაეთმოს, რაც წინასწარ არის გაწერილი და ამ ყველაფრის დახურვის შემდგომ და ერთი საკითხზეც მინდა ყურადღების გამახვილება, რომ არბიტრაჟისთვის არის დამახასიათებელი ხშირ შემთხვევაში, რომ მათ შორის დახურვის შემდგომაც შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ დამატებითი წარდგინებების, წერილობითი წარდგინებების გაკეთებაზე, რომელიც ცხადია არ ითვალისწინებს რაღაცა ახალი არგუმენტის ან ახალი პოზიციის წარდგენას, არამედ უფრო შემაჯამებელი სიტყვასავით არის და ასევე ხარჯებთან დაკავშირებით წარდგენებას, იმიტომ რომ წინასწარ ამ ხარჯების განსაზღვრა როგორც წესი საერთაშორისო პრაქტიკაში შეუძლებელი არის და ამიტომ უშუალოდ დახურვის შემდგომ ხდება ხოლმე ამ კი მნიშვნელოვან ასპექტზე გამახვილოთ ამ ყურადღება, იმიტომ რომ არბიტრაჟა ხარჯები, როდესაც სასამართლოს ადარებენ ხოლმე არბიტრაჟს, თითქოს არბიტრაჟის საწინააღმდეგო არგუმენტად არის გამოყენებული, რაც ხშირ შემთხვევაში ასეც არის, პროცესი იაფი არ არის, თუმცა ეს მოქნილობა, პროფესიონალიზმი და სისწრაფე შეიძლება ასე ვთქვათ უღირდეს მხარეს, რომ მაგრამ წარდგინებებს ხარჯებთან დაკავშირებით არანაკლები მნიშვნელობა აქვს ძირითად წარდგინებებთან მიმართებით, იმიტომ რომ დიდი ასე ვთქვათ კომერციული საკითხები წყდება ამ კუთხით. კი ბატონო, ან მთელი ამ მოსმენის სტრუქტურას რომ დაუბრუნდეთ, ანუ პროცედურული დადგენილებით იქნება ერთგვარი გზამკვლევი, როდის რას ვაკეთებთ, შემდგომში ამ მტკიცებულებების წარმოდგენა ხდება, შემდგომში განხილვები არის, ასე ვთქვათ, მხარეები პოზიციებს წარმოადგენენ, მათ შორის ზეპირი მოსმენით, ერთი მხარე, მეორე მხარე და აი მე რა ხდება, შემდეგ რა ეტაპზე გადავიდეთ. შემდგომ როგორც თქვი ასე რომ ვთქვათ, იხურება
ანუ განხილვები და გარკვეული ვადა იძლევა ორივე მხარეს ამ დამატებითი წარდგინებებისთვის და როგორც წესი წინასწარ არის განსაზღვრული ამ წარდგინებებიდან რა ვადა აქვს ტრიბუნალს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოსატანად და ამ ვადის დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შესაძლებელია და ზოგიერთ შემთხვევაში ყოფილა ამის პრაქტიკა, რომ ამ ვადის დარღვევას მოყოლია ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ ან ამ ტრიბუნალის გადაყენება. იმდენად არსებითი თუ არის ამ ვადის დროის საკითხი და თუ არ გამოაქვს ტრიბუნალს გადაწყვეტილება და არ ასრულებს თავის ასე რომ ვთქვათ ვალდებულებას რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ამას შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოყვეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრიბუნალს არ შეუძლია გონივრული ვადით გაიხანგრძლივოს ხოლმე გადაწყვეტილების გამოტანა და ავტომატურად ის თუ ვადას გადააცილა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ დგება. ანუ აქ საუბარია ძალიან ის არსებით დარღვევაზე და მათ შორის როგორც წესი ინსტიტუტის რაღაცა ორგანოს თანხმობით როგორც წესი აქვს ხოლმე შესაძლებლობა რომ გაახანძლიოს გარკვეული ვადით გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ვალდებულია რომ როგორც წესი ეს ასე რომ ვთქვათ გულისხმობს იმას, რომ ტრიბუნალის არბიტრაჟში დახმებას არ ღვევს. როდესაც ვადას არ ღვევს, ესე იგი არბიტრაჟში დახმებას არ ღვევს, რაზეც არიან ასე რომ ვთქვათ ხარები და ტრიბუნალის წინასწარ შეთანხმებულები. თუმცა აქვე ის უნდა ვთქვათ, რომ გადაწყვეტილების არბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებით არ მთავრდება საარბიტრაჟო პროცესი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დასაბუთებული, კარგი, არგუმენტირებული გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მხარე შეიძლება ამას მაინც არ ასრულებდეს. ყოველთვის შეიძლება ერთი უკმაყოფილო მხარე ყავდეს. ხადია. და შესაბამისად ამას აუცილებლად მოყვება მისი ან გასაჩივრების პროცედურა, ან ცნობა აღსრულების პროცედურის ინიციირება იმ ხარის ასე რომ ვთქვათ мотиваციით და იმ ხარის ინიციატივით, რომელიც ამ გადაწყვეტილებით მიეკუთვნა ასე რომ ვთქვათ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და შესაბამისად მათ ინტერესი აქვს რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს და ცნობა აღსრულების პროცესი შეიძლება ასე რომ ვთქვათ უხეშად რომ ვთქვათ მეორე რაუნდი არის, ანუ მეორე რაუნდიანი ბრძოლა იწყება, იმიტომ რომ როგორც წესი მოპასუხე რომელიც არ ასრულებს ყოველთვის ცდილობს დაბრკოლება შეუქმნას ამ გადაწყვეტილების ცნობას და აღსრულებას. თუმცა ცნობა აღსრულების დროს შემოფერხებელი საფუძვლები ბევრად ნაკლებია, იმიტომ რომ შინაარსში ცხადია ვერ შედის და არ უნდა შევიდეს სააპელაციო სასამართლო, როცა წარედგინებაც ან ცნობა აღსრულების შესახებ შუამდგომლობა ან გაუქმების შესახებ საჩივარი, ხო? ანუ არ ხდება შინაარსობრივი გადახედვა. ხდება მხოლოდ პროცედურის შემოწმება, რომ ხომ ნამდვილად ყველაფერი სამართლიანი არის. ანუ შემომწურავად ჩამოწვლილ მუხლებთან და საფუძვლებთან მიმართებით მოწმდება. და კაი ესეთ ერთი ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ცნობა აღსრულებისთვის კანონით განსაზღვრული ვადა, ხას უსვამ არის 1 თვე და კანონში გვაქვს ძალიან კარგი ჩანაწერი, რომ ამ 1 თვეში თუ წესით არ მოგცა ცნობა აღსრულებაზე გადაწყვეტილება, ავტომატურად უნდა გაიცემოდეს სააღსრულებო ფურცელი, თუმცა ძალიან სადაო არის ამ ამას გულისხმობთ, როდესაც კანონის აღსრულების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ხო? თუმცა სამწუხაროდ ეს ჩანაწერი არ მუშაობს პრაქტიკაში, ამდენად ვიცით თუ განსხვავებული. მე ანუ არ შემხედრია არც ერთი შემთხვევა, როდესაც მაგ ჩანაწერის საფუძველზე გაცემულა სააღსრულებო ფურცელი. შეიძლება არის პრაქტიკა, მაგრამ ჩემთვის ალბათ დაგვიწერენ კომენტარებში თუ არის ასეთი პრაქტიკა და საინტერესო იქნება. იქნება გამოხმაურება, იმიტომ რომ ჩვენც გამოვიყენებთ ამ პრაქტიკას. ჩვენს საარბიტრაჟო პრაქტიკაში. თუმცა 30 დღე შეიძლება მცირევა და ჟღერდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით რა უნდა გააკეთოს სასამართლომ არის ძალიან სწორი გონივრული ვადა, რომელიც უნდა დაიცვას სასამართლომ, რადგან კანონიც ამას მიგვითითებს. კი ბატონო. ეს არის ალბათ მოკლედ ძალიან მოკლედ იმ პროცესის მიმოხილვა, საარბიტრაჟო განხილვის მიმოხილვა, რასთან დაკავშირებით და თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, რომ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ამ პოდკასტის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად განვიხილოთ მათ შორის ის პრობლემატური საკითხებიც, რომელიც თვითონ არბიტრაჟის თუ სასამართლოს მხრიდან არსებობს პრაქტიკაში და ამის დაძლევის გზებზე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მადლობა, თვალწინ დამიდგა არბიტრაჟო პროცესი მისი დაწყებიდან დასრულებამდე. ამით ვფიქრობ, დღევანდელი ეპიზოდი პოდკასტის დავასრულოთ და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს მსმენელებს და მაყურებელს მოიწონონ ვიდეო, გამოიწერონ ჩვენი არხი და დაგვიტოვონ კომენტარები, რადგან დისკუსია ამ ეპიზოდით არ მთავრდება. დროებით. მადლობა, დაგემშვიდობებით.